ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ქუთაისური საუბრები გაიმართა. კონფერენციის მიზანია ქართულ-თურქული ურთიერთობების ისტორიის, ენისა და კულტურის გაზიარება. კონფერენციის ფარგლებში ნიაზი აჰმედ ბანოღლუს რომანის სიყვარულისთვის პრეზენტაცია შედგა. ნაწარმოები პირველად 1940 წელს სტამბოლში გამოიცა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლების ტრაგიკულ ბედისწერას ასახავს. ქართულად თარგმნის შედეგად ქართველი მკითხველი პირველად შეძლებს ამ უნიკალურ ლიტერატურულ მემკვიდრეობას მის მშობლიურ ენაზე გაეცნოს. ნამდვილად დიდი დღე არის ზოგადად და ეს კონფერენცია, რომელიც დაიწყო დღეს ჩვენს უნივერსიტეტში, არის წარმომჩენი, ვიტყვი ამას, იმ ძალიან დიდი ურთიერთობის, რაც ზოგადად ქართულ-თურქული ურთიერთობა არის. ეს საუკუნეებს ითვლის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ ურთიერთობაში ნამდვილად ვიტყვი გამორჩეულია. ესეთი კონფერენციები ზოგადად არის აი მეცნიერული თვალსაზრისის გაცვლა გამოხდის საუკეთესო საშუალება და ახალი იდეების დაბადება, ახალი მონახაზების ჩამოყალიბება და მე მიხარია, რომ ჩვენ ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს დღეს ქუთაისში, ჩვენს უნივერსიტეტში. არიან ჩვენი განსაკუთრებული მეგობრები სტამბოლიდან, ანკარიდან, რიზედან, ყარსიდან, არდახანიდან და გირესუნიდან და ძალიან ბევრი თურქეთის უმაღლესი და რა თქმა უნდა საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც ამ სფეროში საქმიანობს ყველა აქ არის. ეს აღსანიშნავი იყო ისიც, რომ ძალიან კარგი წიგნის პრეზენტაცია იყო ჩვენ უნივერსიტეტში. ეს არის მიხარია, რომ ესე ხელდამშვენებული ხვდებით აი ამ ძალიან დიდ კონფერენციას. ამ წიგნისადმი ინტერესს არსებითად განაპირობებს ის ფაქტი, რომ ეს არის ფაქტობრივად თურქული ლიტერატურის ისტორიაში პირველი ქართველი მწერალი, რომელმაც ისტორიულ თემაზე დაწერა უაღრესად საინტერესო რომანი. ამ ინტერესს განაპირობებს ის ფაქტი, რომ ამ რომანში მოთხრობილი არის გიორგი სააკაძისა და თეთევან წამებულის ცხოვრებასთან დაკავშირებული ამბები. ხაზს უსვამ ისტორიული სიმართლით, ავტორი დაინტერესებული იყო არქივებში ისტორიული მასალების, დოკუმენტების მოძიებით, ბევრი ახალი დოკუმენტი მოიძია მან, გაეცნო ქართულ წყაროებსაც, ის ეთნიკური წარმომავლობით ქართველი იყო და ქართული ბუნებრივია იცოდა, სხვა უცხოელი ისტორიკოსების მემატიანეების ნაშრომებსაც და მათზე დაკვდობით დაწერა ეს რომანი, რომელიც 1940 წელს გამოვიდა. სამწუხაროდ ეს რომანი უცნობია როგორც თქვი საქართველოში, არ იყო გამოქვეყნებული, ჩვენ თარგმნეთ ის, ჩვენმა თურქოლოგებმა, ირანდა ჭაკბადაძემ და გიგა ქაბუშაძემ ჩვენი თურქოლოგები არიან, აიძანეს, ისინი ჩაერთვენ აქტიურად ამ პროცესში, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, ჩვენი რექტორი ბატონი შალვა კირტაძე, ფაკულტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ხელმძღვანელი სულხან კუბრაშვილი პროფესორი, ყველა ეს არის ჩაერთვეთ და ესე იგი, ეს რომანი უკვე აი ამ დღეებში ახლა სასიგნალო ვარიანტი გვაქვს და ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერ დაინტერესებული მკითხველისთვის. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, თურქეთის გენერალური საკონსულო ბათუმში, საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლები თურქეთში, ცენტრალური და ადგილობრივი უნივერსიტეტის რექტორები დაესწრნენ. ძალიან მიხარია, რომ დღეს ვარ ქუთაისში, ამ უნივერსიტეტში. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება და კონფერენცია. თურქეთი საქართველოს მეზობელი ქვეყანა არა მარტო, პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა არის. რა თქმა უნდა, განათლების სფეროში და სხვა სფეროში გვაქვს ჩვენ თანამშრომლობა და ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვარ. ტრადიციულად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ქართველი მეცნიერების, მწერლების და პოეტების გარდა მონაწილეობენ ჩვენი სტუმრები თურქეთიდან, ირანიდან, სხვა ქვეყნებიდან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა იკვლევა, რომელიც ეხება ქართულ ლიტერატურას, ქართულ ისტორიას, ყველაფერს, როგორც საქართველოში, ასევე ჩვენს მეზობელ დაძმობილებულ ქვეყნებშიც არაერთი მწერალი და ისტორიკოსი იკვლევდა. მე მინდა მივესალმო ყველა კონფერენციის მონაწილეს, უსურვო წარმატებულად კონფერენციის ჩატარება და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი კონფერენცია ბიძგს მიცემს ჩვენს ისტორიკოსებს, არქეოლოგებს, მწერლებს კიდევ გააღრმავონ ეს ურთიერთობები, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან არსებობს და დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ახალი აღმოჩენა გველოდება საქართველოს ისტორიასა და კულტურაში. საერთაშორისო კონფერენცია უკვე ტრადიციულად მერამდენედ ტარდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ურთიერთობები ეხება ჩვენს თურქ მეგობრებს, მათ შორის კავშირი ძალიან
მნიშვნელოვანია და სწორედ ამ კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქალაქების და უნივერსიტეტების პროფესორები და ვფიქრობ საინტერესო იქნება და მინდა წარმატება უსურვო კონფერენციის მონაწილეებს. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ქუთაისურის საუბრები აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში 14 ივნისს დასრულდება.